სტაბილურია 2 წლის ლაზარეს მდგომარეობა, რომელიც 4 დღის წინ ძაღლმა დაკბინა. ბავშვს კანის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, საავადმყოფოში შეყვანისას არასრულწლოვნის თავის ქალის დეფექტი სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. მას გადაუდებელი ოპერაცია რამდენჯერმე ჩაუტარდა. 2-3 კვირაში დაგეგმილია კიდევ ერთი ოპერაციის ჩატარება, რომ ძვლოვანი დეფექტი სრულად დაიხუროს. ლაზარე და მისი 6 წლის ძმა მიუსაფარმა ძაღლმა ოზურგეთში სოფელ მერიაში დაკბინა. ლაზარეს ძმა ოზურგეთის კლინიკაში მკურნალობს, მას ფეხი აქვს დაზიანებული. პაციენტის მდგომარეობა დღეს პოსტოპერაციულ პერიოდში სტაბილურია. მოგახსენებთ, რომ ოპერაცია გაკეთდა სასწრაფო ჩვენებით. დეფექტი თავის ქალის საფარი ქსოვილების იყო შეუთავსებელი სიცოცხლესთან. გაკეთდა უნიკალური მიკროქირურგიული ნაფლეთოვანი გადანერგვა. დეფექტის 2/3 დაიფარა. დარჩა დასაფარი 1/3. პირველი კვირა გვაქვს სარისკო პერიოდი, საყურადღებო პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გადანერგილ ნაფლეთში, გადანერგილ ქსოვილში მოხდეს აღდგენითი პროცესები.